ყველას დიდი მადლობა. მუხმოდრეკილად გეუბნებით ყველას შვილებო, გაიხარეთ. ყველას ეცოდინება დედა და შვილი რა არის ცხოვრებაში და მე ეს არ ვხვდებოდა და ჩემს ოჯახს, მაგრამ რა ვქნა ბედი ამის ასეთი ყოფილა და ცუდი არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის, ჩვენ სოფელში, ჩვენ საქართველოში ეს არის ჩემთვის რაღაც ერთ-ერთი სასიამოვნო ამბავი. შემოგევლეთ ყველას, ვისაც წილი მიუძღვის ამაში ჩემს შვილთან, თქვენ შემოგევლეთ. არაფერი პრობლემა არ ქონდა. ნებრევია ბესო გოგოხიას დედა არის გმირი, მან გაუზარდა სამშობლოს ადამიანი, რომელმაც თავის ქვეყანას შესწირა ყველაზე საუკეთესო, რაც კი გააჩნდა, თავისი სიცოცხლე. ფახულანში ერთ-ერთ ქუჩას მივანიჭეთ აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპულ ბესო გოგოხიას სახელი, რომელიც 23 წლის ასაკში 93 წელს დაიღუპა აფხაზეთის ბრძოლის დროს და ეს არის ჩვენი მცირე წვლილი მათი სახელის და მათი საგმირო საქმეების შენარჩუნებაში. აფხაზეთი ჩვენი ტკივილია და ჩვენ გვინდა რომ ეს ადამიანები ყოველთვის გავიხსენოთ და მოსახლეობასაც გქონდეს მუდმივად იმის განცდა, რომ არასოდეს არავინ არ დაივიწყებს გმირულად დაღუპულ ბიჭებს. ეს ადამიანები ემსხვერპლენ ჩვენს ისტორიულ მტერთან ბრძოლას, რუსეთთან ბრძოლას. ეს არის მნიშვნელოვანი, რათა მომავალმა თაობამაც იცოდეს თუ ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ არის ჩვენი მოყვარე და ეს თუნდაც მცირედი აბრები, რომელიც თითოეული ოჯახის კართან გაიკვრება და ყოველთვის მიანიშნებს ამ ადამიანების სულსა და მათ გახსენებაზე, ეს იქნება ჩვენი მცირედი წვლილი შეტანილი იმაში თუ როგორ უნდა დავაფასოთ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი თანა მებრძოლები და ის ადამიანები, ვინც თავიანთი სიცოცხლე გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ და კიდევ ჩვენს აბრებზე არის ევროკავშირის დროშა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გზა ევროპაშია და ფახულანში ეს განსაკუთრებულად იგრძნობა, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის საოკუპაციო გამყოფ ხაზთან. ეს არ არის უბრალოდ გამყოფი ხაზი, ეს არის საოკუპაციო გამყოფი ხაზი. უნდა ვიცოდეთ ყოველთვის, რომ რუსეთმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. მოსახლეობის განცხადება იყო, რომ ამ ქუჩას მინიჭებოდა აფხაზეთის ომში დაღუპული ბესიკ გოგოხიას სახელი. მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა ბურდულმა გაითვალისწინა ფრაქციის მოთხოვნა. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია შევიდა ინიციატივით, რომ 25 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ყოფილიყო აბრებისთვის თანხა. ფაქტის ახაზე გვაქვს, დღეს უკვე ფახულანში მიმყოფებით და ბესიკ გოგოხიას ასევე სხვა ადმინისტრაციული ერთეულებში არის უკვე აბრები დამზადებული. ესენი იყვნენ გმირები. 1992 წელს როგორც დაიწყო ომი, მე ვიმყოფებოდი მაშინ აფხაზეთში და მესამე დღეს მოვიდა იქ ჩემთან ერთად და ერთ მხრივ გამიხარდა რომ მოვიდა, მაგრამ მეორე მხრივ ეს ომია. აუხსენი, მაგრამ ის იყო მებრძოლი და ის არ დამთანხმდა და ირჩია იქ რომ ებრძოლა. მესამე დღეს დასვეს ეს ეწოდებოდა რუსულ ემწობეზე, ხო და იბრძოდა აფხაზეთში. 1993 წლის ბოლოს არადოს შეტაკება მოხდა და იქ არის გარდაცვლილი. აი, ბედნიერი ვარ დღეს, რომ მაგის სახელობის ქუჩა რომ გაკეთდა. დაიმედი საკვანსაც ზღვაზე თეთრო თოლია აფხაზეთი ედემია ვარდ მაღნარში ჩაფული უსასრულო სანაპირო საოცნებო ზღაპრული